გამარჯობა. დღეს ჩვენ ვეხებით საკმაოდ დელიკატურ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან თემას. იმ ბიოლოგიურ პროცესებს, რომლებსაც ჩვენი სხეული გადის სიცოცხლის, ასე ვთქვათ, ბოლო ეტაპზე. მიზანი, რა თქმა უნდა, შიშის დანერგვა არ არის, უფრო იმის გააზრება, თუ როგორ ემზადება ორგანიზმი ბუნებრივი დასასრულისთვის. გვინდა რომ ეს ცოდნა დაგეხმაროთ თქვენთვის, უფრო გასაგები გახდეს ეს პროცესი. მოდით, ერთად ჩაუღმავდეთ 5 ძირითად ნიშანს, რომლებსაც, სამედიცინო დაკვირვებები გვიჩვენებს. მართლაც და ეს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ბუნებრივი პროცესებია. როცა ვიცით, რას შეიძლება ველოდოთ, ხო? ეს გვეხმარება თანადგომისა და კომფორტის შექმნაში იმ ადამიანისთვის, ვინც ამ გზას გადის. ეს თითქოს სხეულის შინაგანი სიბრძნეა, რომელიც თანდათან ამზადებს ორგანიზმს. საინტერესო მიდგომაა. დავიწყოთ მაშინ პირველით, როგორც ჩანს, ძილის რეჟიმი მკვეთრად იცვლება. ეს უბრალოდ მეტი ძილი არ არის, ხომ? რას ნიშნავს ზუსტად ეს ცვლილება? ხო, ეს უფრო ღრმა ცვლილებაა, ვიდრე უბრალოდ მეტი ძილი. შეიძლება ადამიანი მოულოდნელად ითხოვდეს გაცილებით მეტ ძილს, თქვათ 14-16 საათს დღეში. თითქოს ორგანიზმი ენერგიის უკიდურესო დაზოგვაზე გადადის. ან პირიქითაც ხდება, განუვითარდეს ის, რასაც ტერმინალურ მოუსვენრობას უწოდებენ. ანუ ფიზიკურად დაღლილია, მაგრამ ვერ ისვენებს, შინაგანად მოუსვენარია. აჰა, ანუ დაღლილია, მაგრამ ვერ იძინებს. დიახ, ზუსტად. ეს იმიტომ ხდება, რომ სხეული მთელ დარჩენილ ენერგიას ხომ მხოლოდ საბაზისო ფუნქციებზე მიმართავს. სუნთქვა, გულისცემა, დღეღამის რიტმიც კი შეიძლება აირიოს. და ეს ცვლილებები, იცით, ხშირად სიკვდილამდე დაახლოებით 1-3 თვით ადრე იწყება. გასაგებია, ესე იგი, სხეული ენერგიის ერთგვარ საბოლოო გადანაწილებას იწყებს. ეს ენერგიის დაზოგვა ალბათ მადაზეც აისახება, ხომ? ეს მიგვიყვარს მეორე ნიშანთან, წონის უნებლიე კლებასთან. აბსოლუტურად, პირდაპირ კავშირშია. ეს არის ის, რასაც მედიცინაში კახექსიას ვეძახით, ანუ განლევის სინდრომე. სხეული, ანუ ფუნდამენტალურად ცვლის მეტაბოლიზმს. მადაქრება. რატომ? იმიტომ რომ საჭმლის მონელება დიდ ენერგიას მოითხოვს. და ორგანიზმი თითქოს წყვეტს, რომ ეს რესურსი ახლა სხვა უფრო სასიცოცხლო პროცესებს სჭირდება, ტვინის და გულის მუშაობას ვთქვათ. გემოს შეგრძნებაც კი შეიძლება შეიცვალოს. საკვები უგემური ხდება. წყალს შეიძლება მეტალის გემო დაედოს. ეს პროცესი, როგორც წესი, მოსალოდნელ დასასრულამდე დაახლოებით 2-4 თვით ადრე იწყება. საოცარია, როგორ ახდენს სხეული პრიორიტეტების ასეთ რადიკალურ შეცვლას. ამ ფიზიკურ ცვლილებებთან ერთად, ალბათ, ფსიქოლოგიური ძვრებიც ხდება. მესამე ნიშანი ხომ სწორედ მენტალურ ცვლილებებს ეხება, ერთგვარ ჩამოშორებას გარე სამყაროსგან. დიახ, და ეს ხშირად არასწორად აღიქმება ხოლმე. ადამიანი თითქოს ნელ-ნელა შორდება ყოველდღიურ საზრუნავს. სამსახური იქნება ეს, კონფლიქტები, ის რაც ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ეს, იცით, არ არის ტიპური დეპრესია. უფრო გონების თავდაცვით მექანიზმს გავს, რომელიც იცავს სტრესისგან და ეხმარება ადამიანს ამ სამყაროს გაშვებაში. შესაძლოა ნეიროხიმიური ცვლილებებიც ხდება, რაც ამცირებს შიშს და შფოთვას. ზოგჯერ პარადოქსულად შეიძლება გამოვლინდეს ტერმინალური სიცხადის მოკლე ეპიზოდიც, გონების უეცარი გაბრწყინება. ეს მენტალური დისტანცირება, როგორც წესი, სიკვდილამდე დაახლოებით 1-2 თვით ადრე შეიმჩნევა. ეს გონების დამცავი მექანიზმი მართლაც საინტერესო ასპექტია. და როდესაც სხეული და გონება ასე ემზადებიან, როგორ ვლინდება ეს უკვე გარეგნულად, ფიზიკურად? ვგულისხმობ მეოთხე ნიშანს, სისხლის მიმოქცევის ცვლილებებს. ზუსტად. როდესაც სხეული კიდევ უფრო მეტად ზოგავს ენერგიას, სისხლის მიმოქცევა კონცენტრირდება სასიცოცხლო ორგანოებზე. შედეგად, კიდურები, ხელები და ფეხები ცივდება შეხებისას. კანზე, განსაკუთრებით ფეხებზე, შეიძლება გაჩნდეს მოლურჯო მოწითალო, მარმარილოს მსგავსი ლაქები. ამას მოტლინგი ეწოდება. აჰა, გასაგებია. სუნთქვაც შეიძლება შეიცვალოს, გახდეს არარეგულარული, ხან მოკლე პაუზებით. ფრცხილებიც კი შეიძლება გალურჯდეს ან გაფერმრთალდეს. ეს ნიშნები უკვე, ბოლო კვირებსა და დღეებში იჩენს თავს. გასაგებია. და ბოლოს მეხუთე ნიშანი, რომელიც აღწერილია როგორც საბოლოო კომუნიკაციები. ეს ცოტა აბსტრაქტულად ჟღერს, რას ნიშნავს? ტერმინი ცოტა ისეთია, მაგრამ შინაარსი კონკრეტულია.
ეს ის ნიშნებია, რომლებიც მიუთითებს, რომ სხეულის სისტემები უკვე კოორდინირებულად ითიშება. შეიძლება გაჩნდეს სპეციფიკური სუნი, რადგან ნივთიერებათა ცულის პროდუქტები, ნარჩენები სხვანაირად გამოიყოფა. სუნთქვისას შესაძლოა ისმოდეს ხმაურიანი ხიხინი. ეს ხდება იმიტომ, რომ სასუნთქ გზებში გროვდება სეკრეტი, რომლის დამოუკიდებლად გაწმენდა ადამიანს აღარ შეუძლია. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს ხმა, როგორც წესი, თავად პიროვნებისთვის არ არის მტკივნეული ან შემაწუხებელი. ეს მნიშვნელოვანი დასაზუსტებელია, ნამდვილად. დიახ. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს უნებლიე მოძრაობები. და რაც ძალიან საყურადღებოა სმენა. სმენა ხშირად ერთ-ერთი ბოლო გრძნობაა, რომელიც ქრება. ამიტომ ადამიანთან საუბარი, თბილი სიტყვების თქმა ბოლომდე მნიშვნელოვანია. მაშინაც კი თუ ის ვეღარ გპასუხობთ, დიდი შანსია რომ ესმის. ეს უკვე უშუალოდ ბოლო დღეების ან საათების ნიშნებია. მაშასე, ჩვენ განვიხილეთ ეს 5 საკვანძო ბიოლოგიური მარკერი. ძილის ცვლილებები, წონის უნებლიე კლება, მენტალური დისტანცირება, სისხლის მიმოქცევის ცვლილებები და სხეულის საბოლოო სიგნალები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თქვენ ჩვენს მსმენელს, რომ ამ ინფორმაციის მიზანია გაგება და მზაობა და არა შიშის გამოწვევა. იმის ცოდნა, თუ რა ბუნებრივ პროცესებს გადის სხეული, გვეხმარება, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ კომფორტზე, სიმშვიდეზე. დიახ, ნამდვილად, სიკვდილის როგორც პროცესის ბიოლოგიური ასპექტების გაგება, გვეხმარება მივიღოთ ის როგორც ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი. ეს ცოდნა გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მშვიდად და ალბათ ღირსეულად გავაცილოთ ჩვენი ახლობლები. და ბოლოს მინდა ერთი კითხვა დავსვა თქვენთვის დასაფიქრებლად. როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპების ცოდნამ როგორ შეიძლება შეცვალოს არამხოლოდ ის, თუ როგორ უდგებით სიცოცხლის დასასრულს, არამედ ისიც, თუ როგორ ვაფასებთ და ვიყენებთ იმ დროს, რომელიც გვაქვს.